მოგესალმებით, ჩემო ძვირფასაცვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ვიდეო, რომელიც ეხება თემას თუ რომელი განსაზღვრული საკვები იზიდავს დაბალ ასტრალურ არსებებს და რომელი საკვების სინამდვილეში მიუდის გარდაცვლილი სულს. მას დავიწყოთ. არსებობს აზრი, რომ განსაზღვრული საჭმელი და სასმელები მუშაობენ როგორც შუქურები დაბალი ასტრალური არსებებისთვის. იმის მაგივრად, რომ სულს გაუადვილოთ გადასვლა, უნებლიეთ ჩვენ სუფრაზე პატიჟებთ იმათ, რომლებსაც წმინდა მამები უწოდებდნენ ბესებს, ეშვაკუნებს, ანუ პატარა დემონებს. თანამედროვე ბიოენერგეტიკები კი უწოდებენ მათ ლიარვებს და ენერგეტიკულ ვამპირებს. წარმოიდგინეთ სიტუაცია სული, რომელიც ახლა ხან. სული, რომელმაც ახლა ხან მიატოვა სხეული, იმყოფება შოკის მდგომარეობაში. ის ხედავს და ისმენს ყველაფერს, რაც ხდება ქვევით, დედამიწაზე. ის ეძებს ხარდაჭერას. ამის მაგივრად კი ის ხედავს სუფრას, ესმის მინის შეჯახების ხმა, ჭიქების როსვამენ არაღს ღვინოს, ესმით ამ ჭიქების ხმა და გრძნობს ალკოგოლის მძიმეს აბონაბოქს და ხორმუცელობას. მგლები ამბობენ პირდაპირ, მასეთი სუფრა ხდება ქვად, რომელიც სულს იზიდავს ქვევით, მაგრამ ყველაზე საშინელი იმალება დეტალებში. მაგალითად არის ერთი კონკრეტული რიტუალი, რომელსაც ასრულებენ ხალხის 90%. საბჭოთა კავშირის სივრცეში. რიტუალი, რომელიც ჩვენ გვეჩვენება ძველ ტრადიციად, სინამდვილეში კი არის ახალი შემოტანილი და ცრუმურწმუნებით არის გაჟღენთილი. თუ თქვენ პირდაპირ ახლა გაიხსენებთ მაგალითად კვტრის მოსახსენიებელს, გეცოდინებათ, რომ აკრძალული საგანი იდგა თქვენ მაგიდასეც, კვტრის მაგიდაზე. ეგნატი ბრენჩანინოვი არის ასეთი ღვთისმეტყველი მე-19, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მან თავის ნაშრომში სიკვდილზე დაწვრილებით აღწერს განსაცდელის კონცეფციას. განსაშვე პუნქტებზე, რომლის გავლით სული მიდის ცაში, ყოველი ამ ეტაპზე სულს ცდიან დემონები, პატარა დემონები. მე უფრო ალბათ ვუწოდებ მათ დაბალი რანგის დემონებს, რადგან არიან დემონებს, უძახიან დემონებს და ბესებს, ესე იგი ბესები არიან უფრო დაბალი რანგის დემონები. და რომლებთაც რუსულად ქვია დემონები, ისინი ალბათ მაღალი რანგის დემონები არიან და ეს პატარა დემონები სულს აწოდებენ ცოდების სიას, რომლებიც მათ ჩაიდინა. ანუ სულმა ჩაიდინა. კავშირი კვტრის და მისი ნათესავების და ახლობლების შორის არ განიცდება გულის გაჩერების მომენტში.
კავშირი უფრო ძლიერდება, მაგრამ გადასვლა სხვაგვარად ენერგეტიკული ნათესავების მდგომარეობა იწვევს ამ კავშირის გაძლიერებას. ანუ სული ხედავს, რომ მისი ნათესავები გლობობენტირიან და არ უნდა წასვლა. მათი ლოცვა ან პირიქით მათი სულიერი მოქმედება ტრანსფერირდება სულისთვის უცებლე. ანუ სულამდე ხელად მიდის მათი ემოციური მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რომ სული გადის ცოდვას ღორმუცელობაზე ან ლოთობაზე. მას ბრალდებას უყენებენ და ცდილობენ ჯოჯოხეთში წაიყვანონ. ამ მომენტში დედამიწაზე კვტარის სახლში ნათესავები ატყობენ დიდარ სუფრას. ხდებიან და თვრებიან თითქოს და სამახსოვროდ შეიკრიბნენ გარდაცვლთან დაკავშირებით. ეგნატე აფრთხილებდა, ეს დახმარება არ არის, ეს ღალატია, თავისი მოქცევით თქვენ ხელს აწერთო განაჩენს. ახლობელ ადამიანს უწერთ განაჩენს, თქვენ აძლევთ დემონებს დამატებით არგუმენტს, შეხედეთ, ამბობენ ისინი, მისი ცხოვრების ნაყოფი, მისი ახლობები და ნათესავები ლოთობენ. მის გამო, იმის მაგივრად, რომ სინათლის და სიყვარულის იმპულსი ლოცვის დახმარებით გავუგზავნოთ, ჩვენ ვაგზავნით ძიმე ნაკადს ჩვენი ემოციებისა. მოხსენიება კვტრის უნდა იყოს წყნარი და ნებისმიერი ზედმეტობების გარეშე. ნებისმიერი დარღვევა არ ტყავს გარდაცვლილის სულზე იმასე ძლიერ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენა. არის ერთი პროდუქტი, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა ეგნატე და უწოდებდა მას შხამად, სულის შხამად. ეს შხამი დინარის სავით ისხმევა ყოველ დამშვიდობებისაც. ალკოჰოლი, არაყი, კონიაკი, ღვინო ან ატრიბუტების გარეშე დღეს შეუძლია, ამ ატრიბუტების გარეშე დღეს შეუძლებელია წარმოიდგინოთ დამარხვის და მოხსენიების დღე. ფრაზა უნდა მოვიხსენიოთ, უამრავი ხალხისთვის გახდა სინონიმი სიტყვისა დავლიოთ, მაგრამ მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ალკოჰოლი არის დეპრესანტი, რომელიც აბნელებს ჭკუას და თიშავს კრიტიკულ აზროვნებას. მისტიკის თვალსაზრისით და ბიოენერგეტიკის თვალსაზრისით სპირტული საწმელები მძაფრად წევს ვიბრაციას, ხვრეტს მის აურას, ადამიანის აურას, ანუ კვტრის აურას. კვტრის სული ხო მისი აურის კვტრის სულს რაღაც საწყის პერიოდში სიკვდილის შემდეგ აურა ხო რჩება, ის ხო სულია, სული. ნუ აურა ფიზიკური სხეულის გარშემოცა ყველაფერი ერთად ერთი იმ აურის ქვეშა განლაგებული და როდესაც ადამიანი ხდება რასაკვირველია აურა, ალბათ მე ასე ფიქრობ, მე არ ვიცი, მე
არ მიკითხა, მაგრამ თუ სული არის იქ და სული უყურებს ამას ყველაფერს, ესე იგი სულს აქედან გამომდინარე, რაც ახლა მე თქვენ გითხარით, სულს კიდევ ჯერ შერჩება აურა, რადგან ჯერ სული არსებობს, არა დაშლილი. და ეს აურა მას ეხვრეტება, სულის ვიბრაცია იწევა დაბლა და შეიძლება მოიკიდოს ამ სულის აურამ რაღაც დაბალარსებიანი არსებები. და ამისთვის კი ჩვენ ნათესავები ვუმზადებთ გარდაცვლილ სულს ნიადაგს. სხვათა შორის მე მოვუსმინე ლევაშოვის მეუღლის წიგნს გამოცხადება, აუდიო წიგნს და იქ მან მოიხსენია 1-2 სული, რომლებიც დაიღუპნენ. რადგან იქ სანამ სული ზეცაში ავა, ძალიან ბევრი დადის ამ პოტკუჩკებს რო უძახიან, არა, ის არ ეწებება აურას, გარდაცვლილის აურას, ის არსება, მაგრამ დადის და იტაცებს ამათ, ამ სულებს, ახალ გარდაცვლილ სულებს, რომ შემდეგ მათი ენერგიით იკვებოს. და იქ ისტორია იყო უბრალოდ მოყოლილი, სადაც 2 სული დაიღუპა. ხო, თქვენ გონიათ, რომ კი ფიზიკურად გვტებით ჩვენ ყველანი და ვინც არ იცის, რომ ის ავატარში ზის სული ან არ წამს, რომ ის სულია, მათ გონიათ კი, რომ ერთადერთი სიცოცხლეა და მერე მოხდებიან, მაგრამ სული ხომ აგრძელებს ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ და მას ამ ცხოვრების გზაზე საერთოდ ძალიან ბევრი სარისკო მომენტები აქვს. კი, სული მარადიულია ფიზიკურ სხეულთან შედარებით, მაგრამ სული შეიძლება დაიღუპოს. და ამ ციკლის დამთავრებამდე ვერც გააცოცხლონ და არ ვიცი ახლა შემდეგ ეტაპზე ჩვენ ხო გავდივართ რამდენიმე ციკლს მანვატარებს და შემდეგ მანვატარაში რა ემართებათ მაგ სულებს, ვინც იღუპება და ვინც რომლებაც ფიზიკურ მატერიალურ სამყაროში ცხოვრებისას მიყიდა თავისი საკუთარი თავი, თავისი სული ეშმაკს, ამ სულებს რა დაემართება არ ვიცი, ვერ გეტყვით, რაც სიმართლეა სიმართლეა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვურთულდებოდით ჩვენს სულებს, თუმცა ძალიან რთულია ამის გაკეთება, როდესაც გარშემო არის ძალიან ბევრი ტოქსიკური და ნეგატიური ადამიანი, მაგრამ მაინც ისინი იმათ ჩვენ გვიგზავნიან სპეციალურად, ჩვენ რომ ეს გამოცდა ამ ადამიანთან დაკავშირებით კარგად ჩავაბაროთ. ხანდახან მე ვფიქრობ ახლა აქანი ახლა მოსულები არიან, რომაც ცხოვრობენ კურდები, ქალია, იცით რა, უბრალოდ ვთხოვე, რომ იკრანი ისეთი რთული კრანია, ხელად იშლება და ამიანად ნუატრიალება, ამას მოკიდე ხელი მეთქი, გამომეკიდა კაცო, გამომლანძღა, უფრო სიხარო, იმიტომ არ გმნიბო, არაბას რა ვთქვი კაცო, ლაპარაკი გეყვარსო, ისე გამოვისაუბრე, რომ არ ვეგონო უხეში, ვითომ უკადრისი და ხოლმე გამოვისაუბრები ხანდახან და ამას თურმე ესეც არ დუმებია, მე მგონია წინა გუმრები რომ იყვნენ, იმათი ისა ნათესავი და მე მგონია მაგათმა კარგად დაამუშავეს ჩემს საწინააღმდეგოდ. აბა ასეთი აგრესიული გუშინ გამიცანი ადამიანო გუშინ გავიცანით ერთმანეთი და ასეთი აგრესია საიდან ჩემს მიმართ, ხო? ხო. მაგრამ რაზრისა არის ამის შესახებ ეკლესია. ეკლესია გძალავს ძლიერ ალკოგოლის მიღებას მოსახსენიებელზე და ეს არის მთავარი საჭიში მიზეზი. მოსახსენიებელი არის ლოცვის ფორმა. ეს არის წირვის გაგრძელება, რომელიც
დაიწყო ტაძარში. ჩვენ გრობდებით მაგიდასთან იმისთვის, რომ შევჭამოთ ხეულის გასაძლიერებლად. მთავარია, რომ ყველამ ერთად ვთხოვოთ ღმერთს სულის გამო. ახლა კი თქვით გურწმელად შეუძლებელია თუ არა ადამიანმა შეძლოს სუფთა გურწმელი ლოცვა. თავი ადამიანის წარმოთქმული ლოცვა არის სიძაგლისი უფლის წინაშე. არ დათვლეთ ღვინოში მასში ხომ არის ბრუშობა, წერია ბიბლიაში. ხო, ბიბლია ცოდვა თვლის თრობას, ლოთობას თვლის ცოდვად. და საერთოდ ლოთობა არის პირდაპირ კარის გაღება დაბალი ჯოჯოხეთური სამყაროებისკენ. როდესაც ჭკუა დაბნელებულია ეტალონით, კავშირის არხი იბლოკება, ღმერთი ბლოკავს ამ კავშირის არხს, წმინდა რიტუალის გამო, ამ მოსახსენებლების გამო უბრალოდ მოსახსენებელზე ამ თითქოს წმინდა რიტუალის გამო მოსახსენებელი გადაიქცევა ბანალურ ლოთობაში. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ლოცვა ეხმარება მიწას იყოს ბუმბული თითქოს. ხო, ასეთი აზრია გავრცელებული, მეც ვარ ამის მოწმე. ან რომ გარდაცვლილი სული გახდება ხიარული, ამის გამო ეს სიცრუეა, რომელსაც გააჩნია და ეს სიცრუე, ეს მიფი თითქოს და თუდალი გარდაცვლილი სულს მიწა ექცევა ბუმბულად და ეს სიცრუე, ეს მიფი გააჩინა უვიცობამ. გარდაცვლილი სულს ხიარულობა არ უნდა, მას უნდა სიმშვიდე და განწმენდა. ალკოჰოლი კი პროვოცირებას უკეთებს ხალხში ნებებს. თქვენ ალბათ შეგიძლიათ შეგინიშნავთ, როგორ იცვლება ატმოსფერო მოსახსენიების მაგიდასთან. მესამე ეგრეთ წოდებული რუნკის შემდეგ გაჭირება ქრება. იწყება ცარიელი საუბრები პოლიტიკაზე, ფასებზე, მემკვიდრეობაზე, ამოტიტდება ძველი წყენები. ხანდახან საქმე მიდის სიცილამდეც კი ზოგჯერ ჩხუბამდე. ამ დროს გარდაცვლილი სული, რომელიც ესწრება ამას ყველაფერს, წულს ამის გამო ის ხედავს, რომ მასზე ხსოვნას იწყებენ ცოდვისთვის. ღდლები ამბობენ, რომ ასეთი სუფრა არის სუფრა დემონებთან. ჩვენ ვპატიჟებთ ბნელ ბრძალას ჩვენთან ერთად გაიზიაროს სუფრა, მაგრამ ალკოჰოლი ცოცხლობს მაგრამ ალკოჰოლი ცოცხლების ხელში ნახევრად ჭირია. მეტად საჩიშია ის ალკოჰოლი, რომელსაც აცხამენ თავისთვის კი არა, არამედ გარდაცვლილისთვის. ჭიქა არყით დაფარული შავი პურით ზოგჯერ გვერდზე დგამენ, კიდევ ამას უდგამენ გვერდზე მარილს. ამ ერთ ჭიქა არახს შავი პურით კიდევ უდგამენ მარილს. ეს ნატურმორტი შეიძლება ნახო ყოველ სახლში, სადაც არის გარდაცვლილი და ყოველ სასაფლაოზე. მე-40 დღეს ხალხს წმინდა
წამთ, რომ ეს საკვები არის სულისთვის. მამა მოვიდეს, დალიოს, ჭამოს, ამბობენ ნათესავები. სულს არ აქვს ფიზიკური სხეული, მას არ სჭირდება კუჭი, ღვიძლი და საყლაპი მილი, მას არ სჭირდება კალორიები და ნახშირწყლები, მით უმეტეს მას არ სჭირდება ეთილი სპირტი, მას ვისთვის გამენ საკურთხს. ეკლესია ტრადიციას უწოდებს რუმკა გარდაცვლილის უხეშ წარმართობის გადმონაშთს, რომელიც საბჭოთა წლებში უღმრთობისას მიიღო მახინჯური ფორმა. ძველად წარმართებს მართლა მოქონდათ სხერპლი სასაფლაოებზე იმისთვის, რომ გვტყების გულები მოეგოთ. მაპატი ცოტა რეგულად დამიწერია. სინამდვილეში ცოცხლებს აყენებდნენ ზიანს. ხო, მე თქვენ ახლა გიკითხავთ, მე ხოლმე წერ რაღაც ვიდეოს, რომ შემდეგ დავაკონსპექტო და დრო არ დავკარგო. ძალიან საინტერესო თემებია და მე მგონია, რომ საინტერესო თემებია და ამიტომ მინდა წინასწარ ვამზადებ კონსპექტებს. ინტერნეტ ჩართვის დროს კი პირდაპირ თარგმნი. როდესაც პირდაპირ თარგმნი, ჩემ თავს განახებ და როდესაც კონსპექტს კითხულობ, მაშინ მალავ სახეს, რადგან რეული მიკავია ახლოს და რაც არ არის კარგი შესახედი. ხოლმე ვთიშავ, ვაჩერებ დროებით ჩაწერას, რომ გავერკვე ნაწერში, ამიტომ ასე უფრო ჩემ გემოზე ვწერ ვიდეოს. მას გავართელოთ. ეს მოქმედება აბსურდულია, ეს საშიშიც კი არის. ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ როდესაც ტოვებთ ღიად საკვებს, ალკოგოლს და მიმართავთ მტარს, რომ ირთვას, ჩვენ ვქვნით ძლავ ენერგეტიკულ მორევს, მაგრამ რადგან ნათელი სული მიისწრაფვის ღმერთისაკენ არ საჭიროებს არახსში და ამ სიგნალზე მოფრინავენ და გროვდებიან სრულიად სხვა სულები. ანუ დაბალ ვიბრაციული სულები, პარაზიტები. როდესაც ტოვებთ რუმკას პურით, თქვენ ფაქტიურად შლით სუფრას დაბალი ასტრალური არსებებისთვის. ხორცის გარეშე როგორ კითხულობს ხალხი? ხალხი ვერ გაგვიგებს. ხო, სხვათა შორის კახეთში რომ მობრუნდებიან სასაფლაოდან, იმ დღესვე დებენ ხორცის კერძებს. ვის გაუგონია, ხო? სტუმრები შივრები წავა, ამბობენ. სტუმრები შივრები წავა და მეზობლებს რა ვუთხრათ, მეზობლის რისხვას როგორ გადავურჩებით, ღმერთის რისხვას, მეზობლების რისხვას, ღმერთის რისხვა შობია. ჩვენ წინ ვაყენებთ სოციალურ სტატუსს, ვიდრე ხვტრის სულის მდგომარეობას. სახსენიებაზე ხორმოცელობა და სმა ამიწევს სულს, მაგრამ მარხვის დარღვევა მოსასინელების გამო ორმაგი ცოდვაა. მისტიკები აღწერენ, რომ
მარხვის დროს ენერგეტიკულ ველში მისტიკები აღწერენ, რომ მარხვის დროს ენერგეტიკული ველი იწმინდება, ხდება წვრილი უხეში საკვების ხორცის საქონლის ცხიმი ქმნის მძიმე ვიბრაციებს, რომლებიც ამ დღეებში უფრო წვავდება, იგრძნობა გარდაცვლილი სული, რომელიც იმყოფება წვრილ სამყაროში, გრძნობს ამ სიბძიმეს, ანუ გარდაცვლილი სული გრძნობს, როდესაც ჩვენ ვჭამთ ხორცს, იმის მაგივრად რომ მიიღოს განთავისუფლება, ის იღებს დარტყმის ტალღით გამძღარი კუჭისგან მომართული გარდაცვლილი სულისკენ ტალღით. სამარხო მაგიდა სუფრა არის პატარა მსხვერპლი. ჩვენი მტკიცებულება იმისა, რომ სულიერი ჩვენთვის თავარია, ვიდრე მატერიალური. დამიჯერეთ, არავინ სტუმრებისაგან არ განსჯის თქვენ სოკოს სუფრაზე ხორციანი სუფრის მაგივრად, ან თევზის გამო კატლეტების მაგივრად. თუ თქვენ ახსნით ამას გარდაცვლილი სულის გამო, ესე იგი თევზი დაშვებულია. თუნდაც სუფრა გაშლილი იყოს სწორად, არის საშიშროება, რომ მოსახსენიებლები გადაიქცეს იმაში, რასაც ეკლესია უწოდებს რომელსაც ეკლესია უწოდებს ნადიმი ჭირის შემდეგ. მიმოიხეთ, გამოიხედეთ, როგორ გადის მოსახსენიებელი 100%-იანი თუ მოაცილებთ ტანსაცმლის შავ ფერს, ნამტირავები თვალებს ნათესავებისა, რაც ხდება გავს რესტორანის დარბაზში ან მისაღებში ტკივილამდე გახსენების მაპატიეთ. ხო, თუ დავაკვირდებითო ამ მოსახსენებლად, სულის მოსახსენებლად გაშლილ სუფრასო, ეს გავსო 100%-ით ქორწილს, თუ მოვაცილებთო შავ ტანსაცმელს, სწრაულის ტანსაცმელს მოვაცილებთო მათ ნამტირავებ თვალებს და არაფრით ჩამორჩებაო ქორწილს. და ეს ძალიან ტკინეული არისო. მაგიდები იმტრევა იმდენი კერძებისაგან, ნათესავები სიცხულობენ ფულს, ან იღებენ კრედიტებს, ცდილობენ არ ჩავარდნენ ტალახში, გადავსებული კუჭი გულს ხდის ყრუთ და წვინს ზარმაცად. სიკვდილის ენერგია ძალიან ძლიერი ენერგია და საჭიროა მისი სუბმილირება. უნდა გარდაქმნა ნათელი ხსოვნაში და ლოცვაში, როდესაც ჩვენ ყურადღება გადაგვაქვს საჭმელზე, ეს ენერგია იჭედება და იქცევა ენერგია ხდება მდგარი, ანუ მდგარი წყალი ხო გაგვიგონია, ასეთი მდგარი ხდება ენერგია, არა, არ იჭედება, უბრალოდ დგება, როგორც წყალი დგება დაუშვათ პატარა ორმოში და გასავალი არ აქვს, ასე ჩერდება ენერგია და გასავალი არ აქვს და იქცევა მკვდარი სული ჩავარდება სასოწარკვეთილებაში. სუფრაზე იმდენ კერძებს შორის ხშირად იკარგება კერძები ბრინჯით და ხორბლით, რომელიც მორთული არის ქიშმიშით. ეს არის კუჭია, ხო, ჩვენ ვდახით მაგას ფლავს,
ქართველები ბელს გონია რომ ეს დესერტია ვიღაცები არ აქცევენ ამ კერძ ყურადღებას ურჩენიათ ჭამა დაიწყონ ოლივიეთი და ეს არის დიდი შეცდომა ეს წვეც პოლიტურ კავშირს დროსთან ეს მე ფლავს დავარქმევ ამას კუტიატერია ეს ფლავი არ არის საკვები უბრალო გაგებით ეს არის დაშიფრული გზავნილი სულის უქტავების სიმბოლო ბრინჯი იქნება ეს თუ ხორბალი აქვს სიღრმისეული ფილოსოფიური აზრი იმისთვის რომ გაიზარდოს და კაკალი მოგცეს ის ჯერ უნდა ჩავარდეს შავ მიწაში და უნდა დალპეს ანუ მოგდეს ამდაგვარად ადამიანის სხეულიც მიებარება მიწას იმისთვის რომ დალპეს მაგრამ მისი სული იმისთვის რომ მარადიულად სიცოცხლეში ამოვიდეს მარადიულ სიცოცხლეში გამოვიდეს თაფლი ან ქიშმიში რომლესაც ამატებენ ამ კერძებს ასიმბოლიზირებს სამოთხის ცხოვრებას და როდესაც ჩვენ ვიწყებთ ჭამას რამე სხვა კერძით ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ ამას ანუ თურმე მოსახსენებელზე პირველ რიგში უნდა გავსინჯოთ ცოტათი მაინც ან ფლავი ან ხორბლის კერძი თაფლიანი ხორბლის კერძი მე მაგალითად აუტანლობა მაქვს თაფლის მიმართ ზუსტად ფლავით უნდა დაიწყონ მოსახსენებლების სუფრა დღეს ფლავი დღეს ფლავი აქციეს საკონდიტრო ნაწარმად არა ფლავი არა ისა ხორბლის კერძი აქციენ საკონდიტრო ნაწარმად ხო ხორბლის კერძი და აყრიან ზედ მარმელადს არა და მარმელადი რისგან კეთდება ჟელატინისაგან ჟელატინი რისგან კეთდება სულფეხა საქონლის ძვლების ნახარშისაგან აქ შეიძლება ღორის ძლებიც იყოს შერეული ხო აყრიან კამფეტებს თხილით ამიტომ მას ძალას უკარგავენ როდესაც სუფრაზე სვამენ ოტკას არახს მაპატიეთ უსულა დავწერე არაყი არ გამახსენდა უცებ სვამენ არახს ხდება ხედვითი ტრანსფორმაცია ჯერ სიწყარია საუბრობენ გარდაცვლილზე მაგრამ როდესაც სვამენ მესამე ან მეოთხე რუმკას გარდაცვლილი ყველას ავიწყდება სასმელების მაგერად სუფრაზე უნდა იდვეს კისერი კომფოტი და მოსი ასე იყო ადრე ძველად არის ახლა როგორ იყო საქართველოში მაგრამ რუსეთში ყოფილა მასე დიდი მადლობა ყურადღებისთვის იმედია მოგეწონათ დროებით